მე მინდა რომ სწორად გაიგოს საზოგადოებამ. ამი ეს მეხუთე ნომრები რამდენად მავნებლები არიან. ეს მინდა დღეს კიდევ ვერ ათავისებენ იმას, რომ ეს სისხლიანი რეჟიმი კიდევ იმათ გვერდში უდგანან. აი სისხლიანი რეჟიმი თქვენ მისამართით ტრიბუნიდან ვამბობ, ეთერში ვამბობ, არ მეშინია. მე ჩემი ტკივილი მეყო, თქვენ მისამართით ჯალათებო. თქვენ შვილებს ტუჩებში კოცნით და ჩვენ შვილებს საფლავებზე უკოცნით. ეს გაითავისეთ. თქვენ მორალ ღირსება და გარგულებო თქვენ. რამდენი უდანაშაულო და შავებით შემოსეთ თქვენ ხართ ესე. რამდენი უდანაშაულო დედას მოუსწრაფეთ სიცოცხლე და დაასამარეთ. რამდენი უდანაშაულო ოჯახი გააპარტახეთ, განადგურეთ. ეს ჯალათებო, თქვენ მორალ ღირსება და გარგულებო. თქვენ კიდევ გამოდიხართ, კიდევ პოლიტიკაში ჩამოდიხართ და ცდილობა გაქვთ ხელისუფლებაში დაბრუნებისა. აი იმ ჯალათების მისამართით ვამბობ. ნუ თუ მორალი არ გაგაჩნიათ, თქვენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ზედმეტი ლაპარაკი კაცო. თქვენ ღმერთმა რომ გააჩინა ჰაერი, საქართველოს ჰაერი არამია თქვენთვის. თქვენ საქართველოს ჰაერს არ უნდა სუნთქავდეთ თქვენ. თქვენ უნდა გადაიკარგოთ ჯოჯოხეთში პატივცემულო ჯგუფო, კარგად გავიგოთ ესე. რას ვამბობ მე, ხომ? ყველასთვის საღად მოაზროვნე ადამიანი გაშიფრავს ამას, რომ მე რას ვამბობ. აი ამაზე გული მტკივა, იმ ჯალათების მისამართით ვამბობ. რამდენი უდანაშაულო ოჯახი მაგათმა დაძირეს და გააპარტახეს ჩემი სტამადობით. ერთი კიდევ მინდა ვთქვა, მე აღელვებული ვარ და წინასწარ ბოდიში გიხდი პატივცემულებო, მე არ შემიძლია მოთმინება, განადგურებული ოჯახი ვარ ერთ-ერთი. ჩემი შვილი სწავლობდა სამედიცინოზე, დღეს ექიმი იქნებოდა პატივცემულებო. ნუ თუ ჩემი შვილი მისი სიცოცხლის განმავლობა ოჯახს სიკეთეს არ მოუტანდა რაიმეს ცენტებს მაინც და ახლა ჩემმა შვილმა 23 წლის შვილმა 54 წლის დედა შეიწირა, ჩემი მეუღლე შეიწირა, დასაფლავებულია ახლა. ამიტომ იმ სიკეთის სანაცვლოდ აი იმ ჯალათებმა ჩემ შვილს ჩემ ოჯახში მოატანიეს ორმაგი ტრაგედია, ორმაგი ტკივილი.